ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა სახელმწიფოსაგან და მხარდაჭერა დამწყებ ბიზნესს. საერთაშორისო გამოცდილების მენტორები ახალბადამი მეწარმეებს ინვესტორების მოზიდვაში დაეხმარებიან. სტარტაპების შერჩევა სექტემბრიდან იწყება. ნინი ჭუბინიძე კი ამბობთ. ინოვაციური სტარტაპი, რომელიც კომპანიებს ეხმარება საკუთარი ბიზნესი გააციფრულონ და მომხმარებელზე მორგებული ვებ-პორტალები შექმნან, მომსახურებას უკვე 30-მდე ქვეყანაში უწევს. სტარტაპმა ქვეყანაში მოქმედი მხარდამჭერი პროგრამებით უკვე ისარგებლა. დიდ ბაზრებზე გასასვლელად კი ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული აქსელერატორების შემოყვანა უმნიშვნელოვანესია. Salsaqat შემიძლია ვთქვა, რომ დღეს არის დეფიციტი დაფინანსების და ქართულ სტარტაპებს უფრო მეტი პოტენციალი აქვს, უფრო მეტი დაფინანსება სჭირდებათ. თუ ეს ახალი აქსელერატორები ამაში კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს ქართულ სტარტაპებს, ეგ მისასალმებელია რა თქმა უნდა. იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სტარტაპები განვითარდეს და საერთაშორისო დიდ ბაზრებზე გავიდეს, მთავრობას ქვეყანაში 4 მსხვილი სტარტაპ აქსელერატორი შემოჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო გამოცდილების მენტორები დამწყებ ბიზნესს ისეთ რეკომენდაციებს მისცემენ, რომელიც მათ ბიზნეს საქმიანობის წარმატებას და განვითარებას დააჩქარებს. ფინანსურ დახმარებასთან ერთად კი გლობალურ ბაზრებზე გასვლასა და ინვესტორების მოზიდვაში დაეხმარებიან. მომავალი 4 წლის განმავლობაში ქართულ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ უმაღლესი დონის და კვალიფიციური როგორც მენტორშიპი, ასევე პროდუქტის განვითარების მიმართულებით რჩევები და რეკომენდაციები. საუბარი არის, რა თქმა უნდა, დაფინანსების კომპონენტზე, რომელსაც სტარტაპები მიიღებენ ამ აქსელერაციის ფარგლებში. ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ამერიკულმა, ევროპულმა და ისრაელის წამყვანმა სპეციალისტებმა გამოთქვეს. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 17 განაცხადიდან 4 საუკეთესო კანდიდატს წინასწარ გაწერილი კრიტერიუმით შეარჩევს. ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა იქნება პირველ რიგში თითოეული ქართული სტარტაპ კომპანიისთვის, რომლებიც მუშაობენ ინოვაციურ გლობალურ მასშტაბირებად პროექტებზე, მათ ექნება შესაძლებლობა მათ შორის იდეის დონიდან მივიდნენ აქსელერატორში და გაიარონ მთელი ეს პროცესი აქსელერატორთან ერთად, სადაც სახელმწიფო დაფინანსებას ეტაპობრივად უზრუნველყოფს თითოეულ სტარტაპის განვითარებასთან ერთად. და ეს დაფინანსებები 150,000 ლარიდან, რომელიც იყო სტარტაპისთვის გამოყოფილი, იზრდება 200,000 ლარამდე. გამარჯვებული 4 საერთაშორისო აქსელერატორი ივლისის ბოლოს გამოვლინდება, რომლებიც ქართული სტარტაპების შერჩევას სექტემბრიდან დაიწყებენ.